Სამართლოში მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით განიხილება სინდისის პატიმრების საქმეები. Რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჟურნალისტ ნიკა კაციას სასამართლოს ხდომა, რომელსაც ნარკოდანაშაულს ედავებიან. ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებას ედავებიან რუსეთის მოქალაქეებს ანასტასია ზინოვკინასა და ანტონ გრიბულს. 2 საათზე კი დაიწყება საბას ხვიტარიძის საქმის განხილვა, მას ედავებიან პოლიციელზე ძალადობას. ყველა მათგანი არასათანადო მოპყრობაზე ლაპარაკობს. ასევე 2 საათზეა ჩანიშნული სინდისის 8 პატიმრის ხდომაც. ბრალდებულებს ნიკოლოზ ჯავახიშვილს, თორნიკე გოშაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ზვია ცეცხლაძეს, ვეფხვია კაცრაძეს, ვასილ კაძელაშვილს, გიორგი გორგაძესა და ინსაფ ალიევს ნაწილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ნაწილს კი მასში მონაწილეობას ედავებიან. ლიზი ვეკუა მოგვიყვება ამ ხდომების შესახებ და რა კომენტარი გაკეთდა ნიკა კაციას ხდომის შემდეგაც. დიახ, სოფო, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის ნიკა კაციას ხდომის განხილვა. დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ის პოლიციელი, რომელმაც ნიკა კაცია დააკავა და ნიკა კაცია ამ პოლიციელს გიორგი როსოფიძეს ადანაშაულებდა ნარკოტიკების ჩადებაში. შეგახსენებთ, რომ ნიკა კაციას ედავებიან დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა შენახვას და მას 8-დან 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ისარგებლა თავად ბრალდებულმა კითხვა-პასუხის ფორმატით და მან დაუსვა რამდენიმე კითხვა გარემოებებზე, დაკავების გარემოებებზე მის დამკავებელ პოლიციელს, თუმცა მის დამკავებელ პოლიციელს როგორც მოსაოდნელი იყო, არ ახსოვდა ის გარემოებები, როდესაც დაიჭირა ნიკა კაცია. ამასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები თავად უფლებადამცველსაც, ნიკა კაციასაც და ჩვენს ხდომის დასრულების შემდეგ ვცადეთ, რომ დაგვესვა კითხვები თავად ამ პოლიციელისთვის, იმ ადამიანისთვის, რომელმაც ნიკა კაცია საპროტესტო აქციის შემდეგ დააკავა, თუმცა როგორც ყოველთვის მისგან ჩვენ პასუხი ვერ მოვისმინეთ. რომელი არის სწორი? ნიკა კაცია როგორც გითხარით, უკვე დასრულდა ნიკა კაციას სასამართლო პროცესი და ახლა მის უფლებადამცველს გავესაუბრები პირდაპირ ეთერში, ქალბატონო ნინო, პირდაპირ ეთერში ვარ. გითხავთ დღევანდელ ხდომაზე. დღევანდელ ხდომაზე გამოიკითხა ის პოლიციელი, რომელმაც ნიკა დააკავა და თავად ნიკასაც ჰქონდა დაკავების გარემოებებზე მომენტზე კითხვები და ამ პოლიციელს არ ახსოვდა ის გარემოებები, რატომღაც მას რატომღაც მან ვერ მოახერხა ასევე ჩართვა კამერის და ვიდეოს მტკიცებულების არსებობა ამ საქმეში, ამიტომ არ არსებობს ვიდეო მტკიცებულება. აი რომ შევაფასოთ დღევანდელი სასამართლო პროცესი რა გამოიკვეთა და რისი თქმა შეგეძლიათ? დღევანდელი სასამართლო პროცესზე დაიკითხა პოლიციელი, რომელმაც ერთ-ერთი მონაწილე იყო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის. ამასთან ერთად მინდა განმარტო, რომ პოლიციელს პრაქტიკულად არ ახსოვდა ის ფაქტობრივი გარემოებები იმ დღეს რაც განხორციელდა, გარდა იმისა, თუ რა მოხდა უშუალოდ ჩხრეკის დროს. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი არის გარემოება, რომ როდესაც ის უთითებდა კითხვებთან მიმართებაში დაისვა, რომ თუ რატო არ მოხდა ვიდეო და გადაღება და ნეიტრალური მოწმის მონაწილეობა, მან განმარტა, რომ თითქოს და ეს იყო შეუძლებელი. თუმცა მინდა განმარტო, რომ მისი განმარტებით 2 გამოძიებული პოლიციელი აკავებდა, ხოლო 1 ავსებდა ოქს. ოქმის შევსება, რა თქმა უნდა, სპეციფიკა ადგენს, რომ თუ ტექნიკური საშუალება გამოიყენება საგამოძიებო მოქმედების დროს, ეს აისახება ამ ოქმში და შესაბამისად მიმდინარეობა სრულად უნდა ასახავდეს ოქმის შედგენა. ამასთან მიმართებაში ეს არ იყო ხელშემშლელი ფაქტორი პირველ რიგში ის, რომ თუ ვიდეო გადაღება მოხდებოდა, რომ დროსთან მიმართებაში პარალელურად, როდესაც ვიდეო გადაღება დასრულდებოდა, მერე გაგრძელდებოდა ოქმის შევსება და შესაბამისად აისახებოდა ოქმში ეს მოქმედება. თუმცა დღეს გამომძიებელმა მიუთითა, რომ თითქოს ცადეს, თუმცა დამაზუსტებელ კითხვებზე რა ფორმით ცადეს, როგორ შეეცადა, მან განმარტა, რომ არ უცდიათ პრაქტიკულად და შესაბამისად მათი ეს ინფორმაციაც კი არასწორი იყო და ტყუილი იყო სასამართლოს წინაშე. ამასთან ერთად ის კითხვები
დაკავება როდესაც ნიკოლოზ კაციას დაკავების ადგილს ეხებოდა გამოკითხვის ოფისში სადაც ბრალდების მხარე მოწმე გამოკითხეს იყო 2025 წლის 13 იანვარი მოწმემ განმარტა რომ გამოკითხვის ოფისში მითითებულია რომ ნიკოლოზ კაციას დაკავება მოხდეს ნიკოლოზ კაციას სახლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიას და მის სამართიც მითითებული იყო გამოკითხვის ოფისში მოწმემ დაადასტურა ხელმოწერით და შესაბამისად აღნიშნულს გააკეთა ოქმზე რომ გაეცნო და სწორი იყო რაც ასევე სასამართლო პროცესზე როდესაც კითხვა დაუსვდა ვაჩვენე მისი ნაწერი იქვეც დაადასტურა რომ სწორედაც მისი ნაწერი იყო ხოლო დღეს სასამართლოს მიაწოდა განსხვავებული ინფორმაცია ინფორმით რომ ნიკოლოზ კაცია ვართაგავას ქუჩაზე მოხდა მისი დაკავება და კითხვაზე თუ რამ გამოიწვია ინფორმაციის ამ ფორმით სხვაობა, იმიტომ რომ ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და არ წარმოადგენს მეორე ხარისხოვანს ან მესამე ხარისხოვანს, მან პასუხი ჰქონდა, რომ არ იცოდა. ამასთან დაკავშირებით, როდესაც ნიკოლოზ კაციას ედავებიან, რომ ხელი აქვს მოწერილი ჩხრეკისა და პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმზე და თავად მოწმემთ მისივე შედგენილ პოლიციელმა მოწმემ მისივე შედგენილ გამოკითხვის ოქმზე არ იცის რატოა ეს სხვაობა, ცოტა არ იყოს უხერხულ ფონს ქმნის და ვფიქრობ რომ ეს მოწმე არათუ სანდოა და ეს ამას პასუხი უნდა გასცეს სასამართლომ თავად, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ბრალდებულის მიმართ არა, ეს არის უკვე მართსაჯულების მიმართ შეურაცხყოფა. დიდი მადლობა ნიკა კაციას ადვოკატს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში, როგორც უკვე გითხარით, დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე მისი დამკავებელი პოლიციელი გამოიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა სინდისის პატიმრების პროცესებიც უნდა დაიწყოს რამდენიმე საათში. დღეს ჩანიშნულია როგორც 8 პირის, ასევე საბას ხვიტარიძის სასამართლო პროცესიც, რომ ეს ადამიანები პროევროპული აქციის მიმდინარეობისას დააკავეს.